მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მინდოდა რომ ლამაზი და კარგი და რაღაც ისეთი ბლოგი გადამეღო და მომეყოლა პესახზე და ყველაფერზე რა და როგორ ხდება მიუხედავად იმისა, რომ შარშან უკვე ვისაუბრე პესახზე, მაგრამ ბოლო 1 საათია თუ საათნახევარია, თავშესაფრებში ვართ და ზუსტად იმ დროს როცა უნდა დამეწყო გადაღება დაიწყო სირენები ჩაირთო და საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვასწრებ ახლა ვერც ვიდეოს ჩაწერას მე მგონი ბლოგის ისე როგორც მინდოდა ვერც გამზადებას ისე როგორც მინდოდა თან გარეთ წვიმს და ამ სირბილში ჩემი დღეს დაყენებული თმა ვითომ გასწორებული დამისელდა და ეხლა რაღაც არ ვიცი რა დაემართა გაფუგდა დამეტალღა და რაღაც საშინლად გამოიყურება და რომელი საათია არც კი ვიცი 7:25 წუთია და 7 საათზე უნდა ვიყოთ სტუმრად სედერზე და აი ესე გიჟივით რასაც მოვასწრებ და როგორც მოვასწრებ გამზადებას ისე გავიმზადები სედერისთვის დიდად რა ჩამეცო და როგორ ჩამეცო მაგალითს უნდა მეფიქრა იმ დროს როდესაც ჩაირთო სირენა სამწუხაროდ ამაზეც დიდი დრო არ მაქვს ამიტომ უბრალოდ მაისური გადავიცვი და ჯინსი ხა უცბად ტონალურს წავისვამ არ ვიცი გითხარით თუ არა მაგრამ ისრაელში რისთვის ვემზადები ეგ მაინც გითხრათ გაგაგებინოთ ხო სანამ მაგას გეტყვით შუქი გადაგვეწვა აქ საბაზანოში და შუქიც არ მაქვს და შეიძლება ცოტა ხანში აღარ გამოვჩდე, ან მოჩვენებასავით გამოვჩდე. ან როცა ჩამოვლდება. და იცოდეთ, რატომ აღარ ჩან, მაგრამ იმიტომ რომ შუქი არ მაქვს აქ. כן, אפשר, זה חמוד. אבל גם את זה אני צריכה לגעת. כן, אבל זה הכיוון. כן, זה חמוד, זה חמוד. ისრაელში აღნიშნავთ პესახის დღესასწაულს. პესახი არის ის მომენტი, როდესაც ებრაელები ტყვეობიდან გამოიქცნენ ეგვიპტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ებრაელებისთვის. ძალიან არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის მათ ისტორიაში და საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ. თქვენ აი ის მითხარით, კარგად მისვია, რაც მისვია, საერთოდ რამე თუ მისვია. როგორც წესი, ხაიფაში აღნიშნავთ ხოლმე ამ დღესასწაულს ყველა ერთად. ან ჩვენ ორის მშობლები, ან ჩემი უღლის მშობლები, ორის მამი და შვილები, ომის გამო რა თქმა უნდა ხაიფაში ვერ მივემგზავრებით. და გვიწევს, რომ ვინც ხაიფაშია, იმათმა ხაიფაში აღნიშნონ ეს დღესასწაული და ვინც გივატაიმში ვართ, გივატაიმში აღნიშნოთ ეს დღესასწაული და საბედნიეროდ ისე აღმოჩნდა, ისე გამოვიდა რომ ანუ ორის მშობლები და ორის მამი და ხაიფაში არიან და ანუ ჩვენ და ორის მამი და შვილი აქ ხაიფაში, აქ გივატაიმში. არა, ერთ კი ვხედავ სადრას ვისვამ. ხო და ანუ ძალიან ისეთ უჩვეულო და ისეთ სიტუაციაში ვართ. მთელი დღე იმუქრებოდნენ, კაი ხანია იმუქრებიან რომ ანუ პესახზეო დაგიშენთო და ნამდვილად დაგვიშინეს, ნამდვილად აგვიხდინეს ეს განაპირები სამწუხაროდ დილიდან ისვრიან დილის 7 საათიდან მე რაღაცა პატარა შესვენება მოგცეს და აი ეხლა აი როცა უკვე უნდა გამზადებულიყავით, რა თქმა უნდა იციან რომ ამ დროს ჩვენ ყველა მთელი ისრაელი ემზადება ხაგის დღესასწაულისთვის დაგვიშინეს მაინც და მაინც მაშინ ამ საზიზღრებმა მოდი ამას წავისვავ დიორს ისევ და ისევ ჩემი უცვლელი პალეტა. იმ დღეს ფუნჯები კი კარგად გავწმინდე. რაც განათება მიპოვე სახლში და იმით გავინათებ ახლა სახეს, რომ თან მეც დავინახო და თან თქვენც დავინახოთ. პესახი გრძელდება 1 კვირის განმავლობაში. ამ 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე არის დასვენება. ყველაფერი ისვენებს, ისე როგორც შაბათს, ანუ არაფერი არ მუშაობს. შეიძლება რაღაცა კაფეები მუშაობდეს და ღია იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ტრადიცია აქვს პესახს. ამ პერიოდში ებრაელები არ ჭამენ
ხორბალს, პურს. და არა მარტო პასექის დროს ძირითადად არჭამენ ხამეთს, ანუ ისეთ საკვებს, რომელიც მზადდება შემდეგი 5 მარცვლეულისგან: ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სპელტი. ესე უბრალოდ ანუ არ იყიდება და არ ვიყიდი, ესე არ ხდება. სახლში ატარებენ გენერალურ დასუფთავებას, აი იცით როგორც რომ ერთი ნამცეცი ხორბალი არ უნდა იყოს სახლში. ან აი ესეთი არაპესახური, არაქაშერული პესახისთვის პროდუქტი არ უნდა იყოს სახლში ერთი მარცვალიც კი. ამიტომ აი ყველაფერს ხეხენ, წმენდენ მთელი კვირის განმავლობაში, აი როგორ გითხრათ, არ ვიცი, შეიძლება ღამები არ ეძინოთ იმდენი ხეხონ. რა თქმა უნდა, ეს ისეთ ოჯახებში ხდება, ვინც იცავს ამ წესს. მაღაზიის ჩვენებას სხვა დროისთვის ვაპირებდი, მაგრამ მოდით აღარ გადავდოთ და ეხლა ერთად დავათვალიეროთ, როგორ გამოიყურება მაღაზიები პესახის დროს. ამ პერიოდში ისრაელში სუპერმარკეტებში შესვლა მართლა ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვეულებრივი დღეებისგან სრულიად განსხვავებული სურათი გვხვდება. პირველი, რაც თვალში გვეცემა, არის ის, რომ ბევრი ჩვეულებრივი პროდუქტი ან საერთოდ აღარ დევს თაროებზე, ან სპეციალურად არის დაფარული. ეს იმიტომ ხდება, რომ პასექის დროს არ მოიხმარენ ხამეთს, ანუ საფუარიან და აფუებულ პროდუქტებს. ამიტომ მაღაზიებში ბევრგან შეხვდებით გადაფარებულ სექციებს, სპეციალურ ნიშნებს და პასექისთვის ცალკე გამოყოფილ ზონებს. ამის ნაცვლად თითქმის ყველგან ჩნდება პასექისთვის განკუთვნილი პროდუქტები. ძალიან ბევრ მაცას, ტკბილელს, ნამცხვარს, ღვინოს და სხვადასხვა შეფუთვაზე წარწერას. ქაშერულია პესახისთვის. ეს ცვლილება მხოლოდ მაღაზიებში არ ჩანს. პასექის დროს რესტორნებზეც ძალიან მოქმედებს. ზოგი ადგილი მთლიანად ცვლის მენიუს, ზოგი პასექისთვის სპეციალურ კერძებს ამზადებს, ზოგი კი საერთოდ დროებით იკეტება. თუმცა არის ზოგი მაღაზია, მათ შორის რუსული მაღაზიები, სადაც პასექის პერიოდი ასე მკვეთრად საერთოდ არ იგრძნობა და პროდუქტების ასორტიმენტიც დიდად არ იცვლება. იგივე შეიძლება ითქვას ზოგ რესტორანზეც ყველა არ გადადის სპეციალურ პასექის მენიუზე და ყველა არ ცვლის თავის ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ამიტომ ამ პერიოდში გარეთ ჭამაც ცოტა სხვანაირი გამოცდილება და ხშირად წინასწარ უნდა გადაამოწმო სად რა მუშაობს. საერთოდ პასექის დროს ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურად ემზადება ამისთვის მთელი ქვეყანა. მინდა რომ ეხლა ეს ცოტა ლაინერივით წავისო და ვერ ვხედა. ცოტა არეულად ვყვები ხალხო რაღაცეებს ან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ ჩვენც არეული ვარ. თან გადარბენაზე ვარ, როგორც ხედავთ. თან წვიმს, მაგრამ კაი ამინდია რა. აი უბრალოდ ერთ ქურთუქს შემოვიცვამ და ეგ არის. არ დამავიწყდეს მე იმის ყიდვა რა ქვია. ნატურის თორე. ნახე ერთი თვალი მუქი მაქვს, მეორე ღია. ესე არ შეძნო, რასაც მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. აუ თან ჩემი მეუღლის პერანგი მაქვს დასაუთვებელი. აი ფანქარს ვერანაირად ვერ წავისვამ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვხედავ. კიდე რა შეიძლება რომ გავიკეთო, მოდი რაღაც რომ დავაბალანსოთ ფერები. აი რაც არის, ეს არის მეტის დრო არ მაქვს სამწუხაროდ, თქვენთან ჭორაობის დროც აღარ მაქვს სამწუხაროდ. სხვა შორის ჩემი ექსკლუზივი, არ ვიცი ექსკლუზივი თუ არა, რადიოში, ქართულ რადიოში, ქართულ ლიბრალურ რადიოში უკვე გავიდა, თუ გაინტერესეთ, ახლა მარტო ჩემი ინტერვიუ არის რაღაც 3 წუთიანი, მაგის გამო არ გეუბნებით, თუ დაგაინტერესდებათ, აუცილებლად მითხარით და გაგიზარებთ ლინკს ამ პოდკასტის და ამ რადიოსი, ქართულად არის. მაგრამ ეს ალბათ უფრო ქართველი ებრაელებისთვის იქნება საინტერესო, ან ქართველი ებრაელებისთვის, ვინც ისრაელში ცხოვრობენ. პრინციპში გაგიზიარებთ ხახწერაში. და ვისაც დაგაინტერესდებათ, უსმინეთ. და ხშირი მსვენელია ამ გადაცემის და ძალიან მოწონს. იმედია თქვენც მოგეწონებათ. აი, რა წავისა ეს? რაც არის, ეს არის მეგობრებო. არა, ეს ფერი მაინც და მაინც არ მინდა. სხვა მინდა. ეს წავიშალო. ასე თუ ისე ნორმალურად მობესწარი. ხელებს დავიფან, რომ მაისური არ გამიგოჭრა, ტონალური არ მქონდეს. სამხარი ძალიან მინდოდა.
კარგად ესე შვიდად, წყნარად, ნელა გავემზადები, თან ვიჭორავებთ. და გაცადა ამ ქვეყანაში ხო არა ფერს გაცდიან. ესე ვებხედა. აი ესე დავინათო. ეგონება არაფერი არ წამისვია სახეზე ისე. ეგონება სახეზე აი ესე კარგად ჩანს ვიდეოში. თმას ნეტა რავი მოუხერხო. აბა, დაგავიკეთე რა წავისვი. ეს ის არ არის რაც მე მინდოდა რომ წამესვა და გამეკეთებინა, მაგრამ აი აზრი არ აქვს არაფერს. წავედი ახლა ავისხა, საყურე ვეჭედი რამე რუმე, ფეხზე ჩავიცვა და გავედი. და ჩემი უღლეს დავუოთო პერანგი. ეხლა ყველაფერი დალაგებულად მოვყვეთ და დავიწყოთ თავიდან. პასექი ებრაული ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღესასწაულია. ეს არის თავისუფლების, ოჯახის და რწმენის დღესასწაული, რომელიც ეგვიპტიდან ებრაელი ხალხის გამოსვლას და მონობიდან გათავისუფლებას უკავშირდება. ამ დღესასწაულს ძალიან დიდი ემოციური და სულიერი მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმ გზის, იმ ტკივილის და იმ გამარჯვების არ დავიწყება, რომელმაც მთელი ერის იდენტობა შექმნა. პასექის პირველი საღამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს იმართება სედერი. სიტყვა სედერი ნიშნავს წესრიგს და ეს საღამოც სწორედ განსაკუთრებული თანმიმდევრობით ტარდება. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. სედერი პირველ რიგში ოჯახთან შეკრებას ნიშნავს. ეს არის საღამო, როცა ყველა ერთად იკრიბება ერთი სუფრის გარშემო, ლამაზად ჩაცმული და განსაკუთრებული განწყობით. სედერის მაგიდაზე ყველაფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ალბათ ყველაზე ცნობილი პასექთან დაკავშირებული ელემენტი არის მაცა. მაცა გვახსენებს, რაოდენ სწრაფად დატოვეს ებრაელებმა ეგვიპტე, ანუ იმდენად სწრაფად, რომ პურმა ამოფუებაც კი ვერ მოასწრო. ამიტომ პასექის განმავლობაში მაცა ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და ის ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოდ ითვლება. სედერის სუფრაზე დევს სპეციალური თეფშიც, სადაც სხვადასხვა სიმბოლური საკვებია წარმოდგენილი. მაგალითად, მწარე ბალახი სიმბოლურად მონობის სიმწარეს აღნიშნავს. არის ასევე ტკბილი ნაზავი, ხარაზუთი ან ხაღოსეთ, რომელსაც ხშირად ვაშლით, თხილით და ღვინით ამზადებენ. და ის იმ აგურსა და შრომას გვახსენებს, რომელსაც მონობის პერიოდში ებრაელები ასრულებდნენ. კვერცხს, სიცოცხლის და განახლების. לא, הלבן הזה. זה יין, לא? לא, מקציב. די, קרצייה. ליצ'י! לי, מה שותה? נתתי מצלמת את הכוסות גם. שנאכל אוכל חם. תודה למארחת ולמארח. ושנהיה לראש. לא זה בעתיד. רגע, עוד לא. תמתין. ახლა მოდით ჰაგადაზე თქვათ რამდენიმე სიტყვა, რადგან პასექის სედერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აგადაა. აგადა არის წიგნი, რომელსაც სედერის დროს კითხულობენ. მასში მოთხრობილია ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორია, მონობიდან გათავისუფლება და ის გზა, რომელიც თავისუფლებამდე მიიყვანა. აგადა უბრალოდ წიგნი არ არის, ეს არის გზა გააცოცხლო ისტორია, ანუ არა უბრალოდ მოისმინო, არამედ თითქოს თავიდან გაიარო ეს ისტორია გაიხსენო, იგრძნო და მომავალ თაობებსაც გადასცე. სედერის დროს აგადის დახმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან მთელ საღამოს. იკითხება ლოცვები, სიმღერები და ყველაფერი ეს ერთად ქმნის იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რაც პასექის სედერს აქვს. აგადის ერთ-ერთი მთავარი იდეა ის არის, რომ თითოეულმა ადამიანმა ეს ისტორია ისე აღიქვას, თითქოს თავადაც ამ გამოსვლის ნაწილი იყო. זה היה בסלון, מתחת לזה. בשלתי, להוציא את הביצים. בסדר, בגלל זה למה? אבל שלא... איזה יפה. תשענו בנותיו ותיתן לנו נא אלינו באהבה. מועדים לשמחה, חגים וזמנים לששון, את יום חג המצות הזה, את יום טוב מקרה קודש הזה, זמן חירותנו, מקרא קודש, זכר של יציאת מצרים. קיבלנו בחרת אבותינו, קידשת מכל העמים ומועדי קודשך בשמחה ובששון לחתנו. ברוך אתה אדוני מקדש ישראל והזמנים. טעימים, כאילו, הם... הצעירים הם טריים. קחו את הקראנץ', כן, כזה, מה שלי לקחה. תיזהרי הכוס. אני לא רואה מה אני עושה. זה ההגדה המודרנית. אפילו פעם אחת.
זה עשה אדוני לי בצאתי ממצרים, לי ולא לו, אילו היה שם לא היה נגאל. דע מה הוא אומר, מה זאת, ואמרת אליו, בחוזק יד הוציאנו אדוני ממצרים מבית עבדים. ושאינו יודע לשאול, עד פתח לו שנאמר, והגדת לבנך ביום ההוא לאמור, בעבור זה עשה אדוני לי בצאתי ממצרים. אילו הרגת בכורם, ולא נתן את ממונם דיינו. אילו נתנו את ממונם, ולא קרא לנו את הים דיינו. אילו קראנו את למי שעשה לאבותינו ולנו את כל הניסים האלו, הוצאנו מעבדות לחירות, מיגון לשמחה ומאבל יום טוב, ומאפלה לאור גדול, משעבוד לגאולה, ונאמר לפניו שירה חדשה, הללויה. הללויה, הללו עבדי אדוני, הללו את שם אדוני, איש שם אדוני מברך מעתה ועד עולם, ממזרח שמש עד מבואו, מעולל שם אדוני. הרם על כל הגוף. שמעתי יש לי. אבל מהמם. זה הוא כיפי כזה, הוא גשם זה דבר כיפי. גשם כיפי, הוא לא גשם גשם זה דבר מבאס כיפי. כזה. דבר כזה כאילו גשם. קיבלנו מנה טובה בשביל כל החורף הזה. דבר כזה גשם. ובדרך כלל מרץ זה כבר ממש אביב חוזה, אבל לא כזה לא חורף. תמיד. קיבלנו חורף, אני לא זוכרת במרץ כזה. הנה, נו, מה רע בחורף? חתיכת מצה תוכלי לא, אבל ותעבירי במרץ לכולם, זה טוב? כאילו- חסה. חסה היא לא... סליחה. לא, את יכולה. עושה לה תפרן. סתם. טעים. ברוך. למה אוכלים ביצה? וואו. כי זה טעים. אני אשאל את שזה אחר כך, מבטיחה. არც პასექის სედერს ჩაუვლია სირენების გარეშე და ჩვენი მხიარულებაც დროებით მამათში, ანუ თავშესაფარში გაგრძელდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. כולם יודעים. אני לא את יודעת. המיירטת לא שמעת את זה? לא, מיירט שימו לכם אלה, שימו לכם אלה. וואו. רגע, מה אנחנו זה? רוצות ביצה. בשר, תראו לכם שם. ביי. בשר. יש לכם מלח? לא. קחו. למה שים לך לכם. אנחנו לא מוצאים. שימו לכם עופר מלח דק כזה. רגע, אפשר לנגוס. תנגסי, יאללה. תנגסי. קרקע. קחו, שימו לכם איזה... יש לנו, יש לנו. איזה תענוג. בלי שמע, את מבינה? זה לא לפחות לאכול. וואי. וואו, וואו, וואו. הבשר? כן. אני לא נעים לי לקחת עוד ביצה. יש עוד לכם ביצה וזהו. צריך לימון לדג. הכל בסדר. זה הדבר הכי מאוד. עושה עוד אורז, עוד אורז, יאכלו הרבה אורז. אני לא יודעת. עשיתי, אבל לא עשיתי כמוזה, אחרי האורז, אני אוכל איך פה. לזכר יציאת מצרים. שים את זה. מה? מה זה, אגדה? כאילו ש... ეს კი აფიკომანია პასექის სედერზე ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ამავდროულად სიმბოლური ნაწილი. სედერის დროს მაცას ორ ნაწილად ტეხენ და მისი დიდი ნაწილი ხდება სწორედ აფიკომანი. ამ ნაწილს მალავენ და სედერის ბოლოს ისევ პოულობენ. დღეს აფიკომანი ბევრ ოჯახში განსაკუთრებით ბავშვებთან ასოცირდება, რადგან ხშირად სწორედ ისინი ეძებენ დამალულ მაცას და ეს მთელი საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული მომენტია. ჩვენ ამ ტრადიციას ცოტა ჩვენებურ სტილში მივუდექით, აფიკომანისთვის სპეციალური ჩანთად დავმალეთ, წაწრით აფიკომანი და ესეც გახდა სედერის ერთ-ერთი ძალიან სახალისო და საყვარელი ნაწილი, განსაკუთრებით ძებრის მომენტი. ეხლა ვეძებთ ადგილს, სად დავმალოთ ეს პატარა ჩანთა ფულით, რომ მე ბავშვებმა იპოვონ. אני אשים פה, זה פשוט לא. וואי, שלא ייפול אבל. זה לא ייפול? אני אעשה ככה, אני אתפוס את זה עם מעטה וכביסה. טוב. תפסיק שנייה רגע. רגע. לא מחזיקה. כן, זהו מחזיקה. צבע ירוק. לא, קצת רואים את זה, אבל... תכף אחרי זה נכנסה את זה עם העלים. יופי. אוי, פה הם לא ימצאו את זה בחיים. נכון, קטי? אבל זה לא, אבל אני צריך לעשות טיפה ש... לא, שיהיה ככה. משהו קטן, טוב, ככה.
איך זה מתקדם? לא מתקדם. לא קורה. და ისიც წლევანდელი პასიქის გამარჯვებული, რომელმაც აფიკომანი იპოვა. ნამდვილად აღარ მახსოვს აქ როგორ აღმოჩნდა კაკალი, მაგრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სუფრაზე და დიდი აღფრთოვანება. וואי, די. כן, זה היה תחפושת בכלל. זה לא שלי. תחפושת. טעים. אוקיי, מוכנים? עכשיו אני אצליח. אני צריכה אבל עידוד. לא. מוכנים? לדעת, אבל נכון זה גודל על העצים. מה זה? איך? זה על עץ. זה עץ. ואז צריך לגזור את זה מהעץ. ואז בגור יש לנו עץ כזה. אגוזים, כן. כן, אז היינו מסתכלים. נכון, רוני לסבתא רינה היה כאלה בבית, בצד. მე მგონი ვარდისფერი კარგი გადაწყვეტილება იყო. ვარდისფერი და თეთრი შარვარი. რა თქმა უნდა, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია ამ სედერს. שיחקת אותך, למה? הכל נראה כאן פצצה. היא אכלה כל השבוע היא ואבא שלה. אכלתם, נכון גנבתם מהפריזר? ჩემი ქმრის მამიდაშვილთან არც ერთი სტუმრობა არ სრულდება ისე, რომ ბოლოს საჭმლით გავსებული ყუთები არ გამოგვატანოს და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ეს სედერი ყოფილა. ასე რომ დაზურგული ჩანთებით დავბრუნდით სახლში. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ. როგორი ლამაზი ყვავილები მაჩუქა. ჩემმა მეზობელმა დღეს. სხვა შორის ძალიან კარგი მეზობლები ყავს. აი, საქართველოში რომ მეზობლები არიან ზუსტად ეგეთი. ამასობაში კი ჩემი ვლოგიც ნელ-ნელა დასასრულს მივახლოვდა. მართლა არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ და მიხარია რომ ამ ყველაფრის პატარა ნაწილი თქვენს გაგიზიარეთ. ნამდვილად შევძელით ამ ომის შუაგულშიც კი ცოტა ხნით გაგვიღიმა და გვემხიარულა. დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ან მისმინეთ. თუ ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და იქნებ კომენტარის დატოვებაც. შევხვდებით შემდეგ ვლოგში. დროებით!